ზაფხულის არდადეგებამდე ვიხილეთ უნგრეთის გრან-პრი, რომელსაც ფერარის გულშემატკივრები ისევ დაამწყვრა. ყველა ფიქრობდა, რომ შარლ ლეკლერი ტრიუმფალურ პოლ პოზიციას ტრიუმფალურ გამარჯვებად გადააქცევდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ფერარია. და დიახ, ფრაზა ეს ფერარია უკვე დიდი ხანია არა გამარჯვებასთან, არამედ იმედგაცრუებასთან ასოცირდება. სამაგიეროდ პოდიუმის მესამე სართულზე მოხვდა ჯორჯ რასელი. და ასევე როგორც უკვე მაკლარენმა მიგვაჩვია, ვიხილეთ მათი დუბლი. დღეს მე მოგიყვებით რა ხდებოდა 2025 წლის უნგრეთის გრან-პრის მიმდინარეობის დროს. მანამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გააქტიუროთ ზარისხილაკი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. მადლობა ყველას წინასწარ. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, უნგრეთის ტრასა თავიდანვე არ გვაძლევდა იმის იმედს, რომ ვიხელოდით საბურავში რბოლოს. ტყუილად არ იხსენებდა ლეკლერი ინტერვიუში რამდენიმე ადგილს, სადაც ამ ტრასაზე გადასწრებაა შესაძლებელი. ეს ადგილებია პიტ-ლეინი და პირველი მოსახვევი. ზუსტად პიტ-ლეინს და პისტოვებზე შეაჩერეს გუნდების უმრავლესობამ არჩევანი. ან ბოლოში ტაქტიკების მრავალფეროვნება ვიხილეთ. კი, რა თქმა უნდა, ტრასაზე ბრძოლა იყო, მაგრამ მხოლოდ რბოლის დასაწყისში და ბოლოში. მანამ სანამ რბოლის განხილვა შეუდგებით, მოდით ჯერ რამდენიმე სიტყვით პრაქტიკებს და კვალიფიკაციას შევეხოთ. პრაქტიკების პირველ სესიაში ზაუბერის და ასტონ მარტინის გუნდებმა ადგილი დაუთმეს თავიანთ ახალგაზრდა პილოტებს. ზაუბერში ეს დაგეგმილი იყო, რადგან 2022 წლიდან ფორმულა 1-ში შემოიღეს წესი, რის თანახმადაც გუნდები ვალდებულები არიან სეზონის მიმდინარეობისას მინიმუმ ორჯერ თავისუფალი პრაქტიკების პირველ სესიაში ადგილი დაუთმონ ახალგაზრდა პილოტებს, რათა მათ მიიღონ ფორმულა 1-ის ბოლიდის მართვის გამოცდილება. უნგრეთში ნიკო ჰულკენბერგის ბოლიდი მოირგო პოლ არენმა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო მან მხოლოდ ნახევარი პრაქტიკის გავლა მოახერხა. ფილიპე დრუგოვიჩი კი ცვლიდა ფერნანდო ალონსოს, რადგან ორგზის ჩემპიონს წელი ჰქონდა გაშიშებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პრაქტიკა ასტონ მარტინს არ ჩაუთვალეს, რადგან მათ რბოლის დირექცია ძალიან გვიან გააფრთხილეს. სამაგიეროდ დასვენებულმა ესპანურმა კვალიფიკაციაში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მან სასტარტო ხაზზე მეხუთე პოზიცია დაიკავა, მისმა მეწყვილ ლენს სტროლმა კი მეექვსე. ეს პოზიციები ასტონ მარტინისთვის მართლაც რომ დიდი მიღწევაა. ასევე თუ კვალიფიკაციის მიმდინარეობას დავაკვირდებოდით, როდესაც სხვა გუნდები ბოქსებში იმყოფებოდნენ, ასტონ მარტინის ბოლიდები ბევრად ადრე გამოდიოდნენ ტრასაზე, რადგან მათ თავიანთი სწრაფი წრის გავლა ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე უნდოდათ. და როდესაც ისინი იწყებდნენ თავიანთ წრეს, გრიდის ყველა სხვა პილოტი მათ უკან იყო, რის გამოც ტრასა სრულიად თავისუფალი ხვდებოდათ. ამჯერად გაბრიელ ბორტოლომ კვალიფიკაციაში წინ წაიწია და მან მე-7 პოზიცია დაიკავა. ცუნოდა, გასლი, ოკონი, ჰულკენბერგი და ალბონი Q3-ში ჩარჩნენ. როგორც ხედავთ, Red Bull-ის მეორე ბოლიდი ისევ ვერ ახერხებს სწრაფი წრის დაფიქსირებას. მაგრამ ამჯერად ეს პრობლემა არა მხოლოდ ცუნოდას, არამედ Verstappenსაც ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ის Q3-ში გადავიდა, მან მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. მას კი უკან მე-9 და მე-10 პოზიციაზე ლიამ ლოუსონი და ისააკ ჰაჯარი მოყვებოდნენ. დიახ, არ მოგესმათ, მაქსი და liam-ი ერთად იწყებდნენ რბოლას. აშკარაა, რომ ამ სეზონში Red Bull ფორმაში არ არის. თითქოს და ჰორნერის წასვლის შემდეგ გუნდში ბევრი რამე შეიცვალა. მაგრამ ფაქტის სახეზეა, ერთ ბოლიდს ათეულში შესვლაც კი უჭირს, მეორე კი თითქმის ყოველთვის გრიდის ბოლო პოზიციებზეა. ჩემი აზრით, ედრიან ნიუის წასვლა კოლექტივს ძალიან დაეტყო. და ერთადერთი რამ, რაც მათ ჩაძვრის საშუალებას არ აძლევს, მაქსის ფენომენალური პილოტაჟია. თქვენ რას ფიქრობთ Red Bull-ში განვითარებულ ამბებზე? შეძლებენ ისინი ძველი დიდების დაბრუნებას ნიუის გარეშე? და იმის მიუხედავად, რომ მაქსის შემდეგ წელსაც გუნდში რჩება, გამოსწორდება თუ არა სიტუაცია? დამიწერეთ კომენტარებში. ჩვენ კი განვაგრძოთ. ბერმანმა, ჰამილტონმა, საინსმა, კოლპინტომ და ანტონელიმ ვერ მოახერხეს Q2-დან გასვლა. ამ ბოლისთვის Mercedes-მა თავიანთ ბოლიდებს დააბრუნა ძველი დაკიდების სისტემა, რომელსაც იმოლამდე იყენებდნენ. როგორც ანტონელიმ აღნიშნა, ეს მათ უნდა დახმარებოდათ მაღალი პოზიციების დაკავებაში. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ რასელმა მეოთხე პოზიცია მოიპოვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იდეა ჩავარდა. რაც შეეხება 7 გზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ის კვალიფიკაციის შემდეგ ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო და ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია გუნდის ბრალი არ იყო. რადგან ფერარის ერთი ბოლიდი რბოლას პოლ პოზიციიდან იწყებდა და მათ პილოტის შეცვლაზე უნდა ეფიქრათ. თქვენ რას ფიქრობთ, მართლაც უნდა შეიცვალოს ჰამილტონი, თუ ეს ყველაფერი გუნდის ინჟინერების და სტრატეგების ბრალია? რაც შეეხება ლიდერებს, ლეკლერმა შეძლო და დაამარცხა მაკლარენის უედი კვალიფიკაციაში, რის შედეგადაც დაიკავა სასტარტო პირველი პოზიცია. ოსკარ და ლანდო კი რბოლას მეორე და მესამე პოზიციებიდან იწყებდნენ. რბოლის სტარტმა მე პირადად კარგი ემოციები მაჩვქა. რბოლა თავიდანვე ბრძოლით დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ლეკლერმა და პიასტრიმ პოზიციები შეინარჩუნეს, ნორის მოუწია რასელთან და ალონსოსთან ბრძოლა, სადაც დამარცხდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, მან მალევე შეძლო ალონსოსთან გამკლავება და მესამე წრის სასტარტო ხაზზე მე-4 პოზიციაზე გადმოინაცვლა. მაგრამ მოდით ახლა ლიდერებს ცოტა ხნით შევეშვათ და უცბად გრიდის უკანა პოზიციები განვიხილოთ. რატომ უცბად? რადგან ისეთი არც არაფერი მომხდარა, რომ ბევრი რომ ვილაპარაკოთ. ალპინმა მე-18 და მე-19 პოზიციები დაიკავა. ამჯერად კი კოლოპინტო უფრო წინ აღმოჩნდა ვიდრე გასლი. ცუნდამ გასტარტა პიტ-ლეინიდან და მთელი რბოლის განმავლობაში მხოლოდ ჰულკენბერგთან ჰქონდა ერთი მომენტი, როდესაც ის ტრასიდან გადააგდო.
ჰაასმა ფინიშის ხაზი მხოლოდ ერთი ბოლით გადაკვეთა. ოკორ მე-16 პოზიცია დაიკავა. კი რა თქმა უნდა, თავიდან ბერმანი პირველ ათეულში იბრძოდა, მაგრამ ბოლის ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მას რბოლის ნადირევა დასრულება მოუწია. ვილიამსის პილოტებსაც არ გაუკვირვებივართ. საინცმა და ალბონმა მე-14 და მე-15 პოზიციები დაიკავეს. რაც შეეხება პირველ ათეულს, მართლაც რომ გვაქვს ალაპარაკო, რასაც ამ სეზონში ხშირად ვერ ვახერხებთ. ამჯერად არა მარტო 10, არამედ 12 პილოტი იყო გამორჩეული. შეიძლება და ყოფილიყო 13-იც. რატომ 13? მინდა აღვნიშნო ნიკო ჰულკენბერგი. მართალია კვალიფიკაციაში მე-19 პოზიცია მოიპოვა, მაგრამ მისი სიჩქარიდან გამომდინარე მას შეეძლო პირველ ათეულისთვის ებრძოლა. მაგრამ 5 წამიანმა ჯარიმამ ფოლსტარტისთვის თავისი როლი ითამაშა. რეზულტატი ასეთია, ის მხოლოდ მე-13-ია. მე-1 ადგილისთვის ბევრი პრეტენდენტი იყო. ამ პოზიციისთვის იბრძოდნენ ჰაჯარი და ჰამილტონი. რაღაც მომენტში ვილიამსის ბოლიდებით წამოიწვნენ წინ, მაგრამ ანტონელიმ მოახერხა მე-15 პოზიციიდან მე-10-ზე გადმოსვლა. მისი ერთ პიტსტოპიანი ტაქტიკით ბოლომდე შეინარჩუნა ეს პოზიცია და ერთი ქულა მოიპოვა. რაღაც მომენტში, როდესაც ლიდერები მას წრეზე უსწრებდნენ, მისი პოზიცია საფრთხის ქვეშ მოექცა, რადგან ჰაჯარი და ჰამილტონი მოუახლოვდნენ მას. მაგრამ ანტონელიმ არ დათმო პოზიცია და ფინიშის ხაზი მე-10-ემ გადაკვეთა. რაც შეეხება მაქს და ლიამს, კი რბოლის დასაწყისში მაქსი ლიდერობდა, მაგრამ რბოლის ბოლოს ლიამმა მოახერხა გადასწრება. საბოლოოდ ფერშტაპენმა მხოლოდ მე-9 პოზიცია მოიპოვა. რბოლის მიმდინარეობისას კი შეიძლებოდა მას რბოლო ცუნოდასთან ერთად დაესრულებინა, რადგან პიტსტოპის შემდეგ ის ტრაფიკში მოხვდა და მოუწია უკანა პოზიციებიდან წინ გადმოსული. რადიოშიც კი გაისმა მისი უკმაყოფილო ხმა, როდესაც მან გუნდს უთხრა, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის ტრაფიკში მოყვა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც მაქსი ლუის უსწრებდა, 7 გზის ჩემპიონი იძულებული გახდა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო. რის გამოც რბოლის შემდეგ სტიუარდებმა ინციდენტის ორივე მონაწილე დაიბარეს. ლუისმა უარი განაცხადა და შეხვედრაზე არ გამოცხადდა. სტიუარდებმა კი მაქსი გაამართლეს და არნაირი სანქცია არ დაუწესეს. მთლიანობაში რედბულის ორივე გუნდისთვის ეს უქმეები არც წარმატებული იყო. ორივე გუნდმა ერთად 6 ქულა მოიპოვა, 4 უმცროსმა გუნდმა და 2 უფროსმა გუნდმა. რაც შეეხება ლოუსონს, ჩემი აზრით ეს მისი პირადი გამარჯვებაა, რადგან მან რბოლო მაქსი წინ დაამთავრა. თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში. რაც შეეხება ასტონებს, ჩემი აზრით მათი რეზულტატი ამ უქმეებზე ძალიან კარგი იყო, როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლაში. მართალია, როგორც კვალიფიკაციაში, ერთმანეთის მიყოლებით ვერ დაამთავრეს რბოლა და სტროლმა დაკარგა პოზიცია, მაგრამ მისთვის ეს შედეგი საკმაოდ კარგია. თურმე შეძლებია ლიდერების ტემპში რბოლა. მან რბოლა მე-7 პოზიციაზე დაასრულა. რაც შეეხება უბერებელ ფერნანდო ალონსოს, რომლის ამ რბოლაში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, როგორც უკვე გითხარით, პრაქტიკების პირველი სესია წელის პრობლემების გამო გამოტოვა და შეიძლებოდა რბოლაშიც ვერ მიეღო მონაწილეობა. მაგრამ ტყუილად არ არის ნათქვამი, ბებერი ხარის რქებიც ხნავენო. მან არამხოლოდ კარგი კვალიფიკაცია გააჩვენა, არამედ რბოლაშიც მაღალი პოზიცია დაიკავა. ასევე ბოლიც ედრიან ნიუის ხელით დაეწყო და პატარა განახლებების ხარჯზე უფრო ასწრაფდა. ალონსომ რბოლის მიმდინარეობისას როგორც მერსედესთან, ასევე მაკლარენთან ბრძოლაც მოახერხა. კი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დათმო პოზიციები მათთან მიმართებაში, მაგრამ ეს იყო შეუუდარებელი პილოტაჟი. ასევე რბოლის დროს, როდესაც მიხვდა, რომ ლიდერების 4-თან ბრძოლა არ გამოუვიდოდა, მან თავის გეგმით გააგრძელა რბოლა. ის ანელებდა მის უკან მყოფ პილოტებს და თუ დავაკვირდებით, მატარებელი ჩამოაყალიბა. ზუსტად ამ ყველაფერმა შექმნა დიდი ტრაფიკი და უკანა პოზიციებზე ბრძოლა ვერ ხერხდებოდა. რაც შეეხება ბარტოლეტოს, მანაც ძალიან კარგი რბოლა ჩაატარა და ფინიშის ხაზი მე-6-ემ გადაკვეთა. რბოლის დასაწყისში სტიუარდები ფიქრობდნენ, რომ მას ფოლსტარტი ჰქონდა, მაგრამ განხილვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ბარტოლეტოს წესები არ დაურღვევია და მან ჯარიმა არ მიიღო. დაირბოლის ლიდერების 4-ეული: 2 მაკლარენი, მერსედესი და ფერარი. ყველა ელოდა, რომ ლეკლერი რბოლას თუ არ მოიგებდა, პოდიუმზე მაინც ავიდოდა, მაგრამ არა. თავიდან ის უპრობლემოდ ლიდერობდა, მაგრამ ჯერ მას პიტსტოპის დროს ნორისმა გაუსწრო, შემდეგ კი პირველ მოსახვევში პიასტრემ. ბოლოს კი ჯორჯ რასელმა შეძლო მე-3 ადგილის წართმევა. ლეკლერთან მიმართებაში აზრები ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე ამბობს, რომ გუნდის გადაწყვეტილების ბრალია ეს შედეგი, მეორე მხარე კი რომ ტექნიკური პრობლემების. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ფერარის სტრატეგების სწორი გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევიან, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უბრალოდ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ბოლოს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მათ სცადეს ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ ამაოდ. მართალია ლეკლერმა რადიოში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ თუ რაიმე პრობლემა იყო გუნდს, ეს მისთვის უნდა ეთქვა და ის თვითონ შეეცდებოდა ყველაფრის გამოსწორებას, მაგრამ არ ამგონია რბოლის დროს პილოტს შესწევდეს ზალა გამოსწოროს ისეთი რამ, რაც ბოლის ტექნიკურ მხარეს ეხება. თქვენ რას ფიქრობთ, მართლა დაუშვეს ინჟინერებმა შეცდომა თუ სხვა გზა არ ჰქონდათ? რაც შეეხება რასელის და ლეკლერის ბრძოლას, აი აქ უკვე პატარა ფლეშბექი მქონდა. როგორც ესპანეთში ემოციებზე აყოლებმა მაქსმა არ მოისურვა გაეტარებინა ჯორჯი, ასევე უნგრეთში ლეკლერმაც არ მოისურვა რასლის გატარება, რის გამოც 5 წამიანი და 1 ქულიანი ჯარიმა მიიღო სუპერლიცენზიაზე. ჯორჯი კი ამჯერადაც სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და მე-3 ადგილი დაიკავა. წინ კი მაკლარენმა ისევ მორიგი დუბლი აიღო. მაკლარენის ბოლიდებმა მე-3 ადგილოსან რასელს თითქმის 22 წამით გაუსწრეს.
და მოიპოვეს მათი მე-200-ზე გამარჯვება. ამ რბოლისთვის პირველის პროგნოზი იყო, რომ ბოლიდებს 2 პიტსტოპით უნდა გაიარათ მთელი დისტანცია. მაგრამ ლანდო ნორისმა მოახერხა და მთელი დისტანცია 1 პიტსტოპით გაიარა. ზუსტად ეს 1 პიტსტოპი და მისი არაჩვეულებრივი პილოტაჟი დაეხმარა მას პირველი პოზიციის მოპოვებაში. ამჯერად მან შეინარჩუნა ფსიქოლოგიური მდგრადობა და არ დაუშვა არანაირი შეცდომა მთელი რბოლის განმავლობაში, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მართალია, რომ ყოფილიყო კიდევ რამდენიმე წრე, ოსკარი სავარაუდოდ გადაუსწრებდა ლანდოს, მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდებოდა, რომ. რაც შეეხება ოსკარს, ასევე არის მოსაზრება, რომ გუნდი ხელოვნურად ცდილობს მის უკანა პლანზე გადმოწევას, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. როგორც რბოლის შემდეგ ინტერვიუში მან განაცხადა, ასევე რბოლის დროსაც რადიოში ისმოდა ინჟინერების კითხვა, სადაც ოსკარს ეკითხებიან, პიტსტოპის ჩატარება მას ლეკლერთან მიმართებაში სურდა თუ ნორისთან მიმართებაში. და მან პირველი ვარიანტი აერჩია, რადგან ამ რბოლაში მთავარ კონკურენტად შარლს თვლიდა. საბოლოოდ პირიქით აღმოჩნდა და მან რბოლის ბოლოს რამდენჯერმე სცადა ლანდოსთან ბრძოლა და პოზიციის დაბრუნება, მაგრამ არ გამოუვიდა. საბოლოო შედეგები ასეთია: მაკლარენის მორიგი დუბლი, რასლის კიდევ ერთი პოდიუმი და მეოთხე ადგილით განრისხებული ლეკლერი. ამ ეტაპზე საჩემპიონო რბოლაში ისევ ოსკარ პიასტრი ლიდერობს 284 ქულით. ის 9 ქულით უსწრებს ლანდო ნორისს. მესამე ადგილს კი მაქს ვერსტაპენი იკავებს 187 ქულით. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი მაქს კიდევ აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად. ჩემპიონობისთვის მას სასწაული ჭირდება. ეს სასწაული კი მდგომარეობს შემდეგში. დარჩენილი რბოლები მან უნდა მოიგოს, მაკლარენის პილოტებმა კი მაღალი პოზიციები ვერ უნდა დაიკავონ, რაც რეალურად თითქმის შეუძლებელია. ჩემი აზრით, ჩემპიონობის ბედი ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორის შორის გადაწყდება. ასევე კონსტრუქტორის თასში უპირობოდ ლიდერობს მაკლარენი 559 ქულით. მათ უკან ფერარი და მერსედესი მოყვებიან 260 და 236 ქულით. რეალისტურად რომ შევხედოთ, აქაც რა თქმა უნდა მაკლარენი იმარჯვებს და მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში შეიძლება მათ პოზიცია დათმო. აი ასე დასრულდა 2025 წლის სეზონის პირველი ნახევარი. შემდეგ რბოლას ვიხილავთ ნიდერლანდებში 31 აგვისტოს. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოერთდით ჩემს Facebook ჯგუფ Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულა 1-ის ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.